ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს მაღალი გამავლობის ავტომობილები და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებები გადაეცათ. პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონყულაშვილი დაესწრო. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით დამატებით შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 დრონი, 300 ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები. დავით სონყულაშვილის განცხადებით სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება სატყეო რეფორმის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს. იგეგმება ტყის მცველთა სრულად გადაიარაღება და პასუხისმგებლობის არეალების ოპტიმიზაცია, რათა საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს. ტყის დაცვა ჩვენი პრიორიტეტი არის, შესაბამისად ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა სამინისტროში, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის დანაშაულების პრევენცია და შესაბამისად ამისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ტექნიკური აღჭურვილობა და ამ მიმართულებით გაძლიერება სატყეო სააგენტოსი. დღესაც ზუსტად ამ რეფორმის ფარგლებში 45 ერთეული მანქანა გადაეცა შეიძინა სატყეო სააგენტომ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის კონტროლის და ზედამხედველობის ნაწილში გაძლიერებით და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი პრიორიტეტი რომ ტყე დავიცვა და პრევენციები გავაკეთოთ დანაშაულების ამ რეფორმის ფარგლებში შესაძლებელი იქნება და დღევანდელ დღეს ზუსტად ეს არის დასტური იმისა, რომ ასეთი ჩართულობა და გაძლიერება სატყეო სააგენტოსი შესაძლებლობას მისცემს, რომ ამ პრევენციას და ასეთ დანაშაულების გამოვლენის კუთხით იქნება შექმნილი ეფექტური მექანიზმი. სატყეო რეფორმის ფარგლებში დღეს ჩვენს რეგიონებს გადავეცით 45 ერთეული პიკაპის ტიპის ავტომანქანები. 2026 წლის ბიუჯეტში ამავე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 54 მანქანის შეძენა. რეფორმით ჩვენ ვაპირებთ სამცველოების დამატებას. დღევანდელი დღისთვის მეტყევეებს აქვთ დიდი ტერიტორია დასაცავი და აღნიშნული რეფორმით ჩვენ მინიმუმდე დავიყვანოთ დასაცავი ტერიტორია, რომ უფრო მეტად გაკონტროლდეს ტყე. ამავდროულად ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ ტექნიკურ გადაიარაღებას, მოხდება ტყის მცველების და მეტყევეების რადიოგადამცემებით აღჭურვა, სამხრე კამერებით აღჭურვა, ელექტრონული პლანშეტებით აღჭურვა, რაც კიდევ უფრო მეტად ჩვენი ტყის დაცვის საშუალებას